ბათუმში სასტუმროს შერატონში თავს დაესხნენ პარტია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას. არსებული ინფორმაციით ის გადაიყვანეს კლინიკაში, შემდგომ კი საკუთარი ნებით დატოვა უკვე კლინიკა. თავდაპირველად Facebook-ზე ამის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა მთის ამბების რედაქტორმა გელამ თივლიშვილმა, რომელმაც დაწერა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში შერატონში რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, ასევე სხვები სავარაუდოდ ვარლამ ლიპარტელიანი ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი, რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა Facebook-ზე ეს ინფორმაცია და ადგილიდან ფოტო კადრებიც. შემდგომ გავრცელდა ექიმის კომენტარი ჟურნალისტებთან, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გამოხატული ჰქონდა ცხვირისძვრის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. ექიმის თქმით, პაციენტმა, გიორგი გახარიამ თავისი სურვილით დატოვა კლინიკა. რაც შეეხება კიდევ ერთ თავდასხმას, რომელიც ასევე სასტუმრო შერატონში მოხდა, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ყვება, რომ მას თავს დაესხნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ზვიად ქორიძის კომენტარი. რამდენიმე მაგიდა იყო მოპირდაპირე მხარეს, აი ბარის მხარეს, სადაც იყვნენ ადამიანები, რომელთაც თავისთვის სვამდნენ, აღნიშნავდნენ, არანაირი კომუნიკაცია ჩვენ შორის არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი, რაღაცა ვისკი ან კონიაკი არ ვიცი ამ შეფერილობის და გილოცავ ახალ წელს და შემოთავაზა, ხო არ მიირთმევთ, მე ვთქვი სამწუხაროდ დავსვამ, დიდი მადლობა, იმეც გილოცავთ და რა კი გაგეცნოთ? თვითონ მითხრა რომ მე გიცნობ რომ ზვიადი ხარ ქორიძე, მე ვთქვი ძალიან სასიამოვნო, თქვენ მეთქი რომ ვიცოდე გიორგი ვარ მანველიძე. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა დაჯდა იქ. დაახლოებით 5-7 წუთში ამ დროს მე უგულეს ვესაუბრებოდი, ჩამოდის აი აქ მხარეს ლიფტის მხრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე, თავის თანხმობ ხალბატონთან ერთად, მოდის აი ამ როიალთან და თითქოს უნდა დაკვრა, მე მიდის სუფრასთან და სუფრისთან უკვე მიზანმიმართულად მოდის ჩემს სავარძელთან და მეუბნება რომ მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული და თორე ძალიან გასაგებია რომ ვიცნობ და შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ჩვეულებრივ გავატარე ეს გინება და მე მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, დაბრუნდა, შემოვიდა ისევ და დავიწყო უკვე ყვირილი, რა თქვი შენ ქოცებზე, ვის აგინებ შენ, მე ვთქვი ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ და გადავიდა გინებაზე, გადავიდა შეურაცხყოფაზე, უთხრამდა ფეხს ამ მაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის და რო დავინახე რომ კი აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, მე დავიხარე უკვე ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, აი ამ დროს რაღაც ნივთი, არ ვიცი რომელიმე მათგანმა მე ამას ვერ ამოვიცნობ ვერანაირად მომართა იქ და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა და აი რაღაც გარკვეული დაზიანები გარის გამოც ახლა მივდივარ კლინიკაში. რაც შეეხება და მეორე აი ზუსტად ვიცი რომ გიორგი მანველიძე მაიღო რაღაც ნივთი, რომელიც რაღაც კერამიკის ფოტანი არ ვიცი, რომელშიც იყო მიწა და ისროლა აი ლობის მაგიდის მიმართულებით, არ ვიცი საგანგებოდ, არ ვიცი ნებით ამაცილა დაიმსხვრა ეს ფილა და დაიყარა მიწა. ამის მერე მე დაცვამ გამიყვანა, იყო ბუქარები ჩემი მისამართით მესმოდა ეს ხმა, მე ავედი ნომერში და დაახლოებით 15-20 წუთში, როდესაც უკვე ჩემი მეგობრები და კოლეგები მოვიდნენ სასტუმროში, ვისაც მე შევატყობინე, მათ დაინახეს უკვე აქ სხვა სურათი, დაინახეს უკვე საკმაოდ დაზიანებული და მძიმე ტრამვებით გიორგი გახარია. პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზრიშვილი პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ ოცნებას და პირადად პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. ის ასევე Facebook-ზე აქვეყნებს კომენტარს, რომლის მიხედვითაც, როგორც ნათია მეზრიშვილი ამბობს, უკვე იკვეთება მტკიცებულებების განადგურების მცდელობა. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესში ამის მიუხედავად ყველაფერი ამოიღონ, რაც სავსებით შესაძლებელია თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება, ამიტომ მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ, რომ არ
გაუნადგურებიათ, დაწერა ნათია მეზრიშვილმა. ასევე უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერები, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები გამოეხმაურდნენ მომხდარს, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, კრიმინალური არალეგიტიმური ხელისუფლების მშვიდობიანი აქციების დარბების მასობრივი დაბატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშტორებაზე გადავიდა და ასევე ნიკა მელიაც ბათუმში სასტუმრო შერატონში ოცნების ზონდერი სამხარაძე და მისი დაჯგუფება ლაჩრულად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი გახარიას, დაწერა ნიკა მელიამ თავის Facebook გვერდზე. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას და ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადით.